მარილი გემოვნებით. მოგესალმებით ზურფოსო ტელემაყურებლებო, რახან ახლა თქვენ ტელევიზორებს უსხეთხართ, ესე იგი ელოდებით ყველაზე გემრიელ გადაცემას სახელწოდებით მარილი გემოვნებით. ჩვენ ვიმყოფებით მარჯანიშვილის 16 B ნომერში. სადაც მოკლედ განსაკუთრებული ადგილის სტუმრები ვართ დღეს. ეს არის უგემრიელესი დაწესებულება სახელწოდებით Republic Espresso Bar. მართალი ხარ მიკი და მე ვიტყოდი რომ ეს ბარი მარჯანიშვილის ძალიან ლამაზ და ისტორიულ ქუჩას ერთობ მყუდროს ხდის. აქ სეირნობის დროს შეგიძლიათ შემოგბრძანდეთ მიირთვათ ყავა, ძალიან გემრიელი კერძები, რასაც თქვენ სულ რამდენიმე წუთში თავად დაწუნდებით. მოყვებით. მიკი არაჩვეულებრივი გარემოა, ხო? გეთანხმები ნამდვილად და რაღაცა ძალიან მყუდროა, ხო, აქაურობა? ძალიან ჩვენიერი ფერები, ხედი არაჩვეულებრივი. იმედი მაქვს რომ Music Box მაყურებელი ბევრ საინტერესო რაღაცა შეიტყობს Republic Espresso Bar-ის შესახებ. მიკი ერთი წინადადება მაქვს შენთან, შენ ეს ყველაფერი და ეს გარემო ესე ძალიან მოგეწონა რომ მე შემიძლია დამტოვე ხო აქ? ეს მოვამზადო სპეციალურად მადლობა. კერძები, ასე ვთქვათ, მოგიარო, დაგაპურო ბოლომდე და შენ აიგდომით ის სიამოვნე და დამელოდე, კარგი? დიდი სიამოვნებით მე ამასობაში თვალყურს მივადევნებ ხალხის ესე იგი გადაადგილებას სხვადასხვა მიმართულებით. აქ მაყურებელს ვეტყვი რომ მარჯანიშვილის თეატრის ხედი მაქვს და ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ამ შემთხვევაში თეატრისადმი სწორედ აი აქედან მინდა გამოვავლინო. ოღონდ რამდენად გამოვა ეს არ ვიცი. შენ დაჯექი ის სიამოვნე. ვიჯდები და დავტოვები ხედით. და ვიშრომებ იმისთვის რომ შენ ძალიან გემრიელად მიირთვა. მე ეჭვი არ მეპარება რომ შეფ მზარეულთან ერთად ძალიან მაგრად გამოგივა ნახოთ რა ყველაფერი. გამომივა, მოკლედ წავედი. დროებით წარმატებებს არ გისურვებ. მოიწყინო. არ მოვიწყენ. აი ასე დამტოვეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ჩემი მარტოობა სულაც არ იქნება მოსაწყენი, რა თქმა უნდა Music Box-ის მაყურებელთან ერთად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ზურფოსო ტელემაყურებლებო Republic Espresso Bar-ის სამზარეულოდან და მინდა გაგაცნოთ ნიკა კაკობავა, რომელიც დღეს მეგზურობას გამიწევს. ნიკა, როგორ ახარ? ხოხარ შემართებით აი ეს სამუშაო განწყობი. მოგესალმებით. მოკლედ მინდა გითხრათ რომ ნიკა არის მხოლოდ 24 წლის და უკვე რამდენი წელი არის მზარეულო? სამნახევარი, ანუ უკვე შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ პროფესიონალი ხარ, ხო? შეიძლება ასე გამოვიდეს. კარგი, გადავიდეთ საქმეზე. ახლა გითხრათ ჩვენ ტელემაყურებელს რას შევთავაზებთ? მოგესალმებით. კიდევ ერთხელ დღეს იქნება კრევეტების სალატი. ძალიან გემრიელი. რაც დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრ ჩვენს ტელემაყურებელს უყვარს და ალბათ თქვენს კაფეში, ბარში უფრო სწორედ, როდესაც შემოდიან, ხშირად უყვეთავენ, ხო? კი, ბატონო. და კიდევ რომელი კერძი არის ესეთი, რაზეც განსაკუთრებული მოთხოვნა აქვს? უფრო სპაგეტები და ჰამბურგერები. რასაც ჩვენ ასევე დიახ, ასევე გავაკეთებ ყველაფერს. კარგი, მოდი დავიწყოთ ახლა მუშაობა. შეგიძლია მეც ჩამვთო პროცესში. თქვენ გავაკეთებინებთ ყველაფერს. ხან ყველაფერს ახლა მენუ გამაკეთებია. პირველ რიგში ავიღოთ ჯამი. შევაყოლოთ მათ რუკოლა. გარიცხელია, უნდა. ანუ ჩვენ აქ ყველაფერი მოვამზადეთ, თუ არ დაგვეკარგა. ყველაფერი მზადა. ჩერი. პომიდორს ჩვენ ავიღებთ. რამდენს? ნუ 6 წელი ეყოფა. მაგრამ თქვენ როგორც გინდათ რა, თუ გინდათ მეტიც. ესე ჭრით მარტო შუაში, ხო. და შეკვეთიდან მოხარბალი რამდენი წუთში იღებს ხოლმე ამ კერძს? ეს იქნება 2-3 წუთი მეტი არა ისიც არ უნდა. ეს ჯამი რო ჩამოვიდი, ვერაფერს ვერ ო, მართლა. არა, ერთ წუთი პროცესშივე მოკიდე ხელი და გადმოიდგი აქ. არის კარგი? კი. დავიდა. მოდი ამერს მეც რომ რაღაც მონაწილეობა მივიღო. თითები ხოლმე დადე აი ეს თითები. აჰა, რო არ მოიჭრა. დავადა, ხო? კი. და ეს ძალიან ცოტა იყო ისე აიღე რომ თითები არ მოიჭრა. ყველაფერს უნდა ორი ძალიან ლამაზ თითები და არ მინდა. დიდი მადლობა, კომპლიმენტებს მივიღებ. ეხა შემდეგ ვიღებ ზეითუნის ზეთს. ეხლა ვწვავთ კრევეტებს. აი ესეც საყვარელ კრევეტებს. აჰა, ღვინოში, ხო? კი, ერთ ღვინოში შევტოთ პლიტა. სანამ
ჩვენ ჩვენი კრევეტები შუშხუნდება ბუნდოზე, ჩვენ რო ვაკარგოთ. და ეს რა არის? ავოკადო. ეს როგორ მოვაჭრა? დავჯერათ. ასწავლე? ხომ განახილ ხო? კარგი. ჯერ გავასუფთავთ. დიკა, თქვენს მენიუში ძირითადად იტალიური კერძები ჭარბობს, მე როგორც ვიცი, ხო? დიახ. შენ თვითონ რომელი უფრო გიყვარს? რომელი ქვეყნის სამზარეულო? იტალიური. უფრო რა ვიცი, ცნობადებთან მიყვარს რა უფრო რა მუშაობა, იმრიელი უფრო და მე როგორც ვიცი, თქვენ 24 საათის მანძილზე მუშაობთ, ხო? თქვენ ბარი. კი, 24 საათი მუშაობს. მე რთული არა რა ის 5 საათზე რო ვიღაც შემოვა და არა, ბეგი, სიამოვნება, რასაც ჩვენ გვაკეთეთ რა, მგზავრობდი, იმის გამო დამივიწყდეს, რომ სიამოვნება. შენ ზოგადად შენი პროფესია როგორც ვარ? გიждები. რა გადაწყვეტე ზოგადად მგზავრობა და საიდან მოვიდა? არ ვიცი რა, უცებ ისი რა, მოვუდება რა, არ ვიცი რა. მიყვარს რა, გაკეთებაჭ რა, ყველაფერი. საში აკეთებ? არა, საში არა. აი, როგორც ყველა მგზავრეული მოკლედ ნიკა. არავინ არ აკეთებს ისე რა. საში საში არ აკეთებს. კარგი, ეხლა ამის რა უნდა? ეხლა შემას უნდა მოვურიოთ რა კარგად. რა მოვურიე? კებში კიდე მოვურიე. ეხლა კრევეტებს ავიღებ. და გადავდებ ჩვენ ეხლა ჩვენ არ საკუთარ ჯანსაღი სალათი გამოგვდის. კი. ვიტამინებით სავსე, რაც გაზაფხულზე მოკლედ ენერგია ყველა ადამიანს ჭირდება, განსაკუთრებით ბევრი ვიტამინი და კრევეტები კაია ეს ზოგადად სილამაზეს რა იშხოთ კი. ნახეთ ქალბატონებო, ესე იგი უნდა მოგწანდეთ. დაჭამოს ბესნობადი. მარჯანიშვილის 16B ნომერში თუ გინდათ. ბალზამიკო. ძალიან ლამაზად გამოიყენა. იტალიური ძმარი. ამას ბალზამიკო დავასწავლე. იტალიური კერძებს განსაკუთრებულ არომატს აწევს. ია. და გარეგნულადაც ერთიურად ავამაძებს. ცოტა ლიმონი რა, დავაწუროთ. აჰა. და პარმიზანია ყველი რა. პარმიზანი, გემბრიელესი. ია. და მზად არის ხო ჩვენ? ია, ეს არის ზად. ოკეი, თუ რამდენიმე წუთში ძალიან სასარგებლოა, უგემრიელესი და მე მგონი ძალიან ლამაზად გამოიყურება ის ასევე და თუ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ ეს არაჩვეულებრივი კერძი მიირთვათ, თუ თქვენ მოგზადებით მარჯანიშვილის 16B ნომერში. გეოდები. შემდეგი კერძი რომელია, რომელსაც ბურგერი. მისთვის შევთავაზებთ ჩვენს ტელემაყურებელს? ბურგერი, შემდეგ ეს იგი ბურგერი. ბურგერი. მოკლედ, მას შემდეგ რაც სესილი გადაინაცვლა სამზარეულოში და დაიწყო ფუსფუსი, მეც გადავწყვეტე რომ სესილისთვის რაღაც გემრიელობა გავაკეთო. მაგრამ მარტო ამ ყველაფერს ვერ ვიზამ, ამ ყველაფერში დამეხმარება სწორედ რესპუბლიკა ესპრესო ბარის ბარმენი, რომელთანაც სულ რამდენიმე წამში გადავინაცვლებას, რომ თქვენს მიადევნეთ თვალყური თუ რას მოვამზადებთ სპეციალურად სესილისთვის. კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით მოგესალმებით Music Box-ის მაყურებლებო, როგორც უკვე ხედავთ, მე ვიმყოფები რესპუბლიკა ესპრესო ბარის ბარში, სადაც სანდროსთან ერთად სესილისთვის დავამზადებთ მე როგორც ვიცი უგემრიელეს კოქტეილს. რისგან შედგება ეს კოქტეილი და კოქტეილია და რომელშიც ვამატებთ ორეოს ორცხობილას, რომელიც 100 წლის არის, შარშან შეუსრულდა 100 წელი და ვაკეთებთ ამისგან უგემრიელეს რძის კოქტეილს. ანუ ეს არ არის 100 წლის, ხო? ანუ 100 წლის დაძველებით არ არის. 100 წლის დაძველებით არ არის. ანუ ამ კომპანიას, ამ ფირმას ამ ორცხობილას შეუსრულდა 100 წელი. ორცხობილა 100 წლის არის. ესე იგი ძალიან დიდი პატივია ეს გადაცემისთვის. ავიღოთ რძე. რძე? მაგრამ უპირველეს ყოვლისა ყინული უნდა გამოვიყენოთ. როგორც მოგეცემათ, ყველა კოქტეილში ჯერ ყინული. გასაკვირველია. ავიღოთ რძე. რაოდენობებსაც ალბათ თავისი რაოდენობის სიკრეტ ფილმი. აჰა, როგორც ყოველთვის ყველა ბარმენს, ყველა რესტორანს, მზარეულს აქვს თავისი საიდუმლოება, რომელსაც ბოლომდე არასოდეს ამხელენ და ეს ძალიან კარგიც არის პრინციპში. მყრით ნახის. და რა თქმა უნდა, თავარი ინგრედიენტი ორეოს. პირადად მე არასოდეს დამიგეუნებია
ესეთი სახის კოქტეილი გამოგიტყდებით. და ეს უკვე გაფორმებისთვის. ანუ უკვე დამზადდა ეს კოქტეილი. კოქტეილი სულ რაღაც ერთ წუთში უკვე მზადდა ეს კოქტეილი, ანუ რესპუბლიკა ესპრესო ბარში მოსულს თუმარს ძალიან მალე შეიძლება დააგემოვნოს ეს უგემრიელესი კოქტეილი, რომელსაც სესილი დააგემოვნებს, თუ მიაღწევს სესილიმდე, კარგი იქნება, თუ გზად მე არ ესე იგი დავაგემოვნე და საერთოდ თუ ამე შეერჩა სესილი და დარჩა. აი ეს რა არის, სანდრო? ეს არის შოკოლადის ბურთულები. შოკოლადის ბურთულები და ამასაც ზემოდან მოვაყრით. ამასაც ზემოდან დაკობაც მეგონა რომ გადმოცვიდებოდა და არა, ეგრევე მიიქრა. ხიზილალას ააგავს რაღაცით ალბათ. სად არის? ზად არის. მოკლედ, ბრავო სანდროს, ადამიანს რომელმაც სულ რაღაც ერთ წუთში დაამზადა ეს კოქტეილი, რომელსაც სესილი დააგემოვნებს და დაკვნებული ვარ კმაყოფილი ზარჩება. დიახ. ესე იგი, ჩვენ ვაგრძელებთ მოღვაწეობას ჯერ კიდევ ბარში და მაინტერესებს შემდეგი რა შემოთავაზება აქვს. ეხლა შენც რო არ გეწყინოს, შენ დაგალევინებ, გაგიკეთებ ჩაის მაროკანულად. ჩაი მაროკანულად? მაროკანულად. ეს როგორი ჩაია? მაროკოში ძირითადად ჩაის აკეთებენ კაცები, ქალს არ უშვებენ ჩაის გასაკეთებლად და ამიტომაც მე გაკეთებ მაროკანულ ჩაის. აი როგორი საინტერესო ტრადიცია ყოფილა მაროკოში ჩაის მომზადების. მე ეს არც კი წარმომედგინა და არ ვიცოდი და მადლობა სანდრო შენ რომ ესეთი საინტერესო ინფორმაცია მომაწოდე. მიუხედავად იმისა რომ ერთ დროს ალბათ ყველას გახდო ძალიან პოპულარული ესე იგი სერიალი მახსოვს სახელიც კი კლონი. იქაც კი არ იყო ეს ტრადიცია ნაჩვენები. თუ იყო და არ მახსოვს, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. მაროკანულ ჩაის აქვს ძალიან ბევრი რეცეპტი და ერთ-ერთს ახლა შემოგთავაზებთ აქ ჩვენთან. ჩვენ რა ინგრედიენტებს გამოვიყენებთ? სანაკ მე პიტნას ხედავ. პიტნა, დარიჩინი, ლიმონი და თაფლი. ო, რა მაგარია. მოდი დავიწყოთ გაკეთება. ავიღოთ ჩაი. ჩაის. 2-3 წუთი. 2-3 წუთი სჭირდება რომ კარგად ესე იგი დაყენდეს ჩაი. სანდრო, რამდენი ხანია რაც აი ბარმენობით ხარ დაკავებული, მაინტერესებს. არც თუ დიდი ხანია, მაგრამ მთავარია მონდომება. ანუ მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოვა ადამიანს სულ რაღაც რამდენიმე თვეში? დიახ. ავიღოთ თაფლი. თაფლი არც ისე დიდი რაოდენობით. დიდი რაოდენობით. უბრალოდ დარიჩინი, პიტნა ცოტა წარი ინგრედიენტებია. და ნუ იმისთვის ცოტა საკმარისია. ხო, ანუ ძალიან რო არ გამწარდეს, ხო? ავიღოთ დარიჩინი. ერთი მთლიანი დარიჩინი, ლიმონი, გემოვნებით. 2 ცალი საკმარისია. 2 ცალი საკმარისია. პიტნა ალბათ ბოლო დეტალი იქნება, პიტნა ხო? ბოლო დეტალია. ერთგვარად გასაფორმებლად შეიძლება. დიახ, ჩვენი ჩაიც დაგენდა. ამ დარიჩინს რამე ემართება შემდეგ ამ ამ ცხოველში? დარიჩინს რა თქმა უნდა ემართება თავის იშლება? თუ ეგრევე რჩება? არ იშლება. ინფორმით რჩება, უბრალოდ აძლევს არომატს და იღებთ პიტნას. შაქარი საჭიროა ამისთვის? შაქარი თქვენი გემოვნებით რა თქმა უნდა. ანუ შეიძლება სრულიად უშაქროდეთ? სრულიად უშაქროთ. თაფლი თავისავად აძლევს სიკვდილებას, მაგრამ ვისაც ძალიან ტკბილი უყვარს, ალბათ შაქარსაც ჩაიგდეს. პიტნა ამბობენ რომ კარგია დასამშვიდებლადო, ნერვებს ამშვიდებს, რო აწყნარებს, ასე რომ თუ გაღიზიანდებით სულფასვეტელე მაყურებლებო ამ ყველაფრით, რასაც ახლა თქვენ ხედავთ და სამწუხაროდ ამ წუთებში ვერ აგემოვნებთ, მაგრამ ხვალ ზეგ და მაზეგ დააგემოვნებთ, ესე იგი შეგიძლიათ პიტნის ჩაი მოიმზადოთ და პიტნაც თუ არ გაქვთ სახლში, აუცილებლად უნდა გამოეშუროთ რესპუბლიკა ესპრესო ბარში, სწორედ ახლა ამ წუთას სხვათა შორის მინდა აღნიშნო, რომ რესპუბლიკა ესპრესო ბარი 24 საათის მანძილზე მუშაობს, ასე რომ არასდროს არ არის გვიანი იმისთვის, რომ მობრძანდეთ ბარში და დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები, უგემრიელესი დესერტები და ასე შემდეგ და ასე, ნუ აღარაფერს აღარ ვამბობ უკვე კოქტეილებზე და ჩაის მრავალ სახეობაზე და ამ ყველაფრით მე უკვე გავეშურები სესილისკენ. ოღ მერთო ჩემო, ამასობაში ეს საწუბით უნდა დაავლიო? ისე ჩვეულებრივად არა? როგორც გავაკეთეთ თქვენ ეზერები? მოკლედ, სანდრო, დიდი მადლობა.
მასმიძულობისთვის, არაფერს. დიდი მადლობა ამ კოქტეილისთვის და ჩაისთვის. აუცილებლად გეწევით. მით უმეტეს მართლა კომფორტულია, როდესაც 24 საათის მანძილზე მუშაობს. ეს ბარი ნებისმიერ დროს შეუძლია აქ ნებისმიერ ადამიანს მოგზავნდეს და საკმაოდ ხელსაყრელ ფასებში მიიღოს მრავალი, ესე იგი, კერძი. კიდევ ერთხელ განმეორდები, მაგრამ განმეორება ცოდნის დედაო ამბობენ. მრავალი ჩაი, ეს ჩაის სხვადასხვა სახეობა უბრალოდ მრავალგვარი და მრავალი სახის კოქტეილი. ნუ, რა თქმა უნდა, დესერტების მრავალ სახეობაც არის წარმოდგენილი, კერძები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აუცილებლად ეწვიეთ ეს რესპუბლიკა ესპრესო ბარს. მარილი გემოვნებით. მე და ნიკა ყავთ თქვენთან ერთად ვარ და მიკისთვის განვაგრძობ ძალიან გემრიელი კერძების მომზადებას. შემდეგი გვაქვს კლასიკური ბურგერი, ხო ესე ქვია, რომელიც მენიუში გვხვდებათ და საკმაოდ ნორმალური და მისაღები ფასებიც არის, რაზეც მინდა რომ ყურადღება გავამახვილო. რა გვჭირდება ამ ბურგერის დასამზადებლად? ამას გვჭირდება ჩვენ ხორცი ბურგერისთვის. ამ ხორცზე არ შემიძლია არ გკითხო, რამდენად ხარისხიანია, საიდან არის და ასე შემდეგ. საიდან არის? ხო, ანუ ხო ესეთი ჯანსაღი ხარისხიანი ხორცი არის, იმიტომ რომ მაყურებელს განსაკუთრებით აღელვებს. ქართული ხორცია. ქართულია რა უცხოური არის და ძალიან ჯანსაღისთვის და ძალიან კარგი მივესალმები. და ეს არის ბურგერის პური, ხო? დიახ, ეს არის ბურგერი. კარგი, დავიწყოთ ეს. დავიწყოთ. პირველი ნაბიჯი რა არის? გავაცხოთ ჩვენი გრილი. აჰა. ამის შემდეგ როცა გაცხალდება, წვავთ ხორცს. ჩვენი ხორცი უკვე შეიწვა, სულ რამდენიმე წუთში და შეგვიძლია მოვათავსოთ. მოვამზადოთ? კი. რა კარგად გამოიყურება, მიკიც უკვე მელოდება ნელ-ნელა, ძალიან და მაშინ ვიჩქარო და სწრაფად გავაკეთებ რომ თორემ შეიძლება რუჩემოთ მოიწყინა. წავედით. ეხლა ამას რას უკეთებ? სოუს უკეთებ, სპეციალურად ეხლა სოუს მე არ გეტყვი როგორ მზადე, მაგრამ გეტყვი. ესე იგი კიდევ საიდუმლოებები, რომელსაც ანუ ყველა გადაცემაში ყველა მზარეულს, სადაც არ მივდივართ ხოლმე მე და მიკი, თავისი პატარა ნიუანსი საიდუმლოება აქვს, რომელსაც არ გვიმხელს ხოლმე და თქვენი საიდუმლოც ალბათ აი ამაში მდგომარეობს, ამ სოუსში. მაგრამ ჩვენ უკვე ისეთი დახელოვნებულები ვართ ამ ამბავში, რომ აუცილებლად გამოვიცნობ შემადგენლობა. ბურგერიც მზად არის და გადავდივართ სპაგეტის მომზადებაზე, რომელიც იტალიის შეიძლება მეც ძალიან მიყვარს ჩაითვალოს, ამის გარეშე ეს ქვეყანა წარმოუდგენელია და 175-ზე მეტი სახეობის სპაგეტი არსებობს 600-ზე მეტი ფორმის და ნახოთ თქვენთან რომელი ფორმა და სახეობა არის. მოკლედ მომზადებს ახლა სპაგეტის სახელწოდებით დევაკასა. დევაკასა, დიახ. რომელიც როგორც ნიკა მითხრა, ჩაყრიდან 4 წუთში უკვე მზად იქნება, ხო? მოდი 5-6 წუთში. შენ რა დონეზე მოხარშული უფრო მიყვარს ხოლმე? იმიტომ რომ იტალიაში ზოგადად ნახევარი ცოტა მეტი. ალდენტეს ჭამენ. კი. ხო, კი, ანუ ცოტა ქართველებისთვის უმი დემოც კი შეიძლება გქონდეს, რამე არ მიყვარს. მაგრამ ისე ვართ შეჩვეულები, რომ ჩვენ ბოლომდე მოხარშული. ქართველები ახლა საყავთ ბილს მივირთმევთ. ქართველებს უფრო ახლა მოხარშული უყვარდა. ხო, კი. და 4-5 თუ 6 წუთი შეგვიძლია ჩვენ ამასობაში დრო არ დაკარგოთ და დრო დაგოგოთ. კი, ამას ის მოვამზადოთ. რა გჭირდება ეს? კამა. აჰა. დავჭირთ შეუბრალოდ 5 სალი, როგორც თუ არა ისე რომ ხანდახან შენს თქვათ რაღაცა შენს იმპროვიზაციას ხოლმე ამა თუ იმ კერძში. კი, არის რო ხშირად რო აი თქვათ
რომელ კერძებში გიყვარს უფრო? უფრო ზღვის ნობატები. სპაგეტი, აუ, მაგრა. ეს არის ბეკონი, ხო? კი. ერთად უნდა დავჭრათ მოკლედ ეს კი, ყველაფერი. და გავათავსოთ დაფაზე. ჩვენი პასტაც სულ რამდენიმე წუთში გამზადდა, ასე ვთქვათ, ისეთი სურნელი აქვს, რომ ეჭვი მაქვს, ძალიან გემრიელი იქნება, ამას რამდენიმე წუთში ჩვენი მეგობარი მიკი შეგვიფასებს. შენ კი ნიკა ძალიან ითღადამრჩენია, რომ ძალიან დიდი მადლობა გითხრა მასპინძლობისთვის, უგემრიელესი კერძების მომზადებისთვის და შემდგომში, როცა ჩვენი გადაცემა აქ მოვა, აუცილებლად ეგრევე სამზარეულოში შემოვალთ და ასე ვთქვათ, შენთან კვლავ გავივლით ამა თუ იმ კერძზე კონსულტაციაში. დიდი მადლობა და მოვძანდეთ ჩვენთან. სულ რამდენიმე წუთში მოკლედ შენ მიერ მომზადებულ კერძებს ჩვენ დავაგემოვნებთ. კი ბატონო. დახმარდეს მადლობა. მოკლედ მე უკვე მზად ვარ და სესილის მოლოდინში ვარ, ჩაი აქ მაქვს, სესილისთვის გამზადებული კოქტეილიც აქ არის. მიკი მოვედი. აჰა, სესილიც მოვიდა. ხო მოიწყინე. ესე იგი, რომ თავიდან ცოტათი მოვიწყინე, მარტო რომ გამტოვე, თუმცა შემდეგ მეც გამოვნახე საქმე და აი შენთვის, ესე იგი, ბარმენ სანდროსთან ერთად მოვამზადეთ აი ეს უგემრიელესი კოქტეილი, რომელიც მინდა რომ დააგემოვნო და შეაფასო როგორია. სუპერ, აი მართლა უგემრიელესი. ჩემი ჩაის არომატი შეგიძლია, ესე იგი დააგემოვნო. აი ნახე მერეები მოგიმზადე ნიკასთან ერთად. ვაუ, თან როგორ მომშივდა ამასობაში. ეს ჩაის რაღაც განსხვავებული. ძალიან გემრიელია. პიტნა აქვს, დარიჩინი, თაფლი, სხვა შორის ეს არის მაროკოული წესით მომზადებული ჩაი. მაროკოული სწორად ვთქვი, სანდრომ რაღაც სხვანაირად თქვა. ну მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს, ძალიან გემრიელია. ნახე როგორი ბურგერია შენთვის. აი მე. მე მგონი დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა იმის მიუხედავად რომ მე და შენ ცალ-ცალკე მოგვაწეობდით ამ შემთხვევაში. ისე რაღაცნაირად საინტერესო არის ესილი ამ. ისე რა არის? ანუ უფრო მეტად მონდომებული ვიყავი, იქიდან გამომდინარე რომ თან ვიცოდი რომ შენ უნდა გეჭამა ეს ყოფილი და თან რო ვიცი შენი კრიტიკის ამბავით, მაგიდან უფრო ვინდომებდი რომ რაღაცა დადებითად შეგეფასებდი. მე ეჭვი არ მეპარება რომ ყველაფერმა ძალიან მაგრა ჩაიარა და მინდოდა მეთქვა რომ მოლოდინის პროცესი ძალიან საინტერესოა. ну ზოგჯერ მომაბეზრებელიც არის ეს მოლოდინის პროცესი, მაგრამ როდესაც გშია და ელოდები კერძებს არის ძალიან მაგარი. სესილი, შენ მინდა მადლობა გითხრა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შეფ მზარეულს, რა თქმა უნდა, ბარმენს ძალიან დიდი მადლობა თავად რესპუბლიკა ესპრესო ბარს დიდი მადლობა ჩვენი მასპინძლობისთვის, ჩვენი გადაცემის მასპინძლობისთვის. მოდი ჩვენ მაყურებელს დავემშვიდობოთ და შევუდგეთ უკვე კერძების დაგემოვნებას. 4 შაბათამდე მე სესილი და მიკი კვლავ თქვენთან ერთად ვიქნებით, ასე რომ დაგველოდეთ. დაგველოდეთ ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით. მარილი გემოვნებით.